არსებობს ადამიანი, ვისაც ნიგვზიანი კერძები არ უყვარს? მე ამჯერად მოვამზადებ წითელ ბულგარულ წიწაკასა და ყაბახს ნიგვზით. რისთვისაც წიწაკას მოვათავსებ საცხობ ფორმაში. შემდეგ გადავუსვამ ცოტაოდენ ზეთს და ვაცხობ 170 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ყაბახს კი ვჭრის სიგრძეზე თხელ ნაჭრებად და ვწვავ ცხიმწასმულ გრილის ტაფაზე. მანამ კი მოვამზადებ ნიგვზიან მასას. ჩოფერში მოვათავსებ ნიგოს, სუნელებს, 2 კვირ ნიორს. დავამატებ ლიმონის წვენსა და ცოტაოდენ წყალს. დავაჩოფერებ და შევაზავებ ბროწეულის მარცვლებითა და დაჭრილი ქინძით. ასე მიიღება უგემრიელესი, ხასხასა და არომატული გულსართი. გამომცხვარ წიწაკას გავაცლი კანსა და ზედმეტ ნაწილებს. გავყოფ 2 ნაწილად. გადავუსვამ ნიგვზიან მასას და გადავახვევ. შემწვარი ყაბაყითაც გავაკეთებ ნიგვზიან როლებს. ჭადებს კი მოვამზადებ მინერალური წყლით და ვაცხობ ღუმელში 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. და ნებისმიერი სეზონისთვის სასურველი, ფერადი და შეუცვლელი ტრიო მზადაა.